იმდენი ხანი ქონდა თავი დახრილი პრეზიდენტ ფეხბურთელს აიათოლას ცხედართან შევშფოთვით თიაქარი არ გაჩენოდა კისერში, მაგრამ ამჯერად გადავრჩით. ეს რაც შეეხება რბილ შესავალს, უფრო სერიოზული დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. აღნიშნული პროცედურა, სადაც მონაწილეობს ივანიშვილის რეჟიმის უმაღლესი წარმომადგენელი, არის პირდაპირი განაცხადი ჩვენი მოკავშირე დასავლეთისათვის, რომ ჩვენ თქვენთან არ ვართ. ჩვენ ვართ აი აქ, ამ სისტემაში, სადაც ხდება ადამიანების ჩამოხრჩობა, დახვრეტა, დაჭერა, გაროზგვა, სადაც მთავრობები მოდიან და აღარასოდეს აღარ მიდიან, სადაც არჩევნები ატარდება, სადაც კორუფციაა გამეფებული, სადაც მილიარდები კეთდება და არავინ ზედამხედველი და მაკონტროლებელი არ არის, სადაც დიქტატორების ხორი ერთხმად მღერის მრავალჟამიეს ჭირჩი და ხინში. პირდაპირ უთხრა ივანიშვილის რეჟიმმა დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ იქ და არა თქვენთან. ეხლა ელემენტარული ნათელი სურათია, ხო? არც ერთი დასავლეთიდან ჩვენი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელი დაკრძალვაზე არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბარი არ გახლავთ. დემოკრატიული სამყარო იქ ლათინური ამერიკიდან თუ იაპონიიდან თუ აზიიდან თუ ავსტრალიიდან თუ ახალი ზელანდიიდან არავინ არ არის. და შენ ხარ გამოკვეხებული თურქისტანის იმ პრეზიდენტთან, იმ თქვათ კიდევ ვინ არიან გვერდზე იქ ავღანეთის დელეგაცია ტიროდა წევან შევხედე ლოთი მედვედევი რაც მთავარია, ჩვენი ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი და პრაქტიკულად აი ცნობილი ჟირინოვსკის გაგრძელება ყო უნიჭო, ის ნიჭერი იყო ჟირინოვსკი. ის ბრძანდება ნუ პუტინის წარმომადგენლად და თურქმენული მოდელის ქვეყნები, დიქტატორული, ტოტალიტარული რეჟიმები, თქვათ თურქმენეთის პრეზიდენტი, ალბათ აზერბაიჯანიდან პრემიერი მაინც ჩავა თუ ალიევმა ვერ გაბედა ჩასვლა. ბატონ შალვა, ხშირად ქართული ოცნება აი ამ თემაზე კომენტირებისას იშველებს ერთ თავარ არგუმენტს, რომ აი ნახეთ თეირანში ჩავიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთს რაც შეეხება, მათ ურჩევნიათ სხვა მაგალითები მოიყვანონ და სხვა პრეცედენტები გაანალიზონ. სომხეთს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის ზღვაზე და მსოფლიო ოკეანეზე გასვლას, უფლება აქვს მიცემული, პირდაპირ ვთქვათ, მათ შორის დასავლეთიდან და მათ შორის რუსეთიდანაც და რა ვიცი, ჩინეთიდან და სამყაროს ყველა მთავარი თუ არამთავარი პოლუსიდან, რომ ირანთან კონდეს ძალიან ახლო კონტაქტები, რადგან ჰორმუზის სრუტე, მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი, ეს არის სომხეთის გადარჩენა, ფოთთან ერთად. მაგრამ ძირითადი ტვირთები, აი როცა ყარაბაღში მიდიოდა ომი და იყო ურთულესი მდგომარეობა 90-იან წლებში ირანმა გადაარჩინა. გარდა ამისა, ეხლა წეღანაც ვთქვი, რომ სომხები, ირანელები, თურქმენები, აზერბაიჯანელები, თურქები, უზბეკები, ეს ერთი წარმოშობის ხალხია, პირდაპირ ვთქვათ. მიდიელებისა და პარტიელების შთაომავლები. შემდგომში მოხდა თურქიზაცია სპარსეთის მე-15 საუკუნიდან უკვე როცა ეს არსახსენებელი შახ-აბასები და სხვები მოვიდნენ ირანის სათავეში, მანამდე არაბებმა გაანადგურეს ის სპარსული ცნობილი ცივილიზაცია, შემდგომ უკვე თურქული ტომები, ყაჯართა დინასტია მოვიდა ხელისუფლების სათავეში და დღესაც ის იგივე ის აიათოლა ალი ხამენეი თურქული წარმოშობის ირანელია და პრეზიდენტი ფეშეგზიანის თურქული წარმოშობის. ანუ ერთი სამყაროა და შესაბამისად ერთ სამყაროს ერთმანეთთან ურთიერთობას არავინ არ უშლის, არც არავის არ უკვირს. ჩვენი უკვირს ყველას. ეხლა პირდაპირ ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა მე არ ვამბობ, რომ უნდა მეზობელია მაინც ისტორიული და ხელი გვეკრა და ნუ დიდი გლოვა, ნუ ასე თუ ისე მათი მეთაური იყო სულიერი, ხო? შესაბამისად, იქ ჩვენი ელჩის მისვლაც საკმარისი გახდა სრულიად სამძივნის გამოსაცხადებლად. ან მაქსიმუმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომელიც რატომ მიიღეს თქვენი აზრით ეს გადაწყვეტილება, რაში აქვს საქმე? რაღაცნაირად იყო პირადი დირექტივა, სხვა შორის რატომ ყაველაშვილი და არა კობახიძე, ჩვენ ვნახეთ არაერთხელ თეირანში კობახიძე, ხო? მათ შორის პრეზიდენტის ინაუგურაცია
ინაუგურაციაზე და დაკრძალვაზე. სატირალში ზანდებოდა კი. ნუ ახლა ივანიშვილის თვისებაა, რომ ყველა გასვაროს თავის ბინძურ სქემაში და ქსელში. ის უკვე კობახიძე უკვე ასე ვთქვათ ჰორმუზს წყალდალეულია და ეხლა უნდა რომ ამასაც დაელია ეს ჰორმუზის წყალი. ანუ მისი თანამონაწილეები დანაშაულში ყველა უნდა იყოს ასე ვთქვათ ბოლო წერტილამდე მისული და გარე სამყაროდან არავინ არ უნდა დაელაპარაკოს მათ. ანუ მათთან შედარებით თვითონ უნდა გამოჩნდეს ისევ საქმის გადამწყვეტი და მსოფლიოსთვის იმის დამამტკიცებელი, რომ აი ჩემი ნება, იცი, მე ჯერის გავუშვი სატირალში. ტეორისტების სატირალში. ეხლა ეს გავუშვი, ანუ მე ვწყვეტავ აქ ყველაფერს, ამიტომ მე დამელაპარაკეთ, ესენი არაფერს გადამწყვეტები არ არიან და ქვეყანა არის ჩემი, მე ვარ სუპერ მეფე, მე ვარ კანონი, მე ვარ სახელმწიფო. ეს ერთი მტკიცება. მეორე არგუმენტი, რომლის თანახმადაც შეიძლება გავაკეთო დასკვნა, რომ წეღანაც მოგახსენეთ, ემიჯნება დასავლურ სამყაროს და პრაქტიკულად შედის აზიელი, თურქმენული ხალხების და ქვეყნების ტოტალიტარული ლიდერების კლუბში. ეხლა ის თურქმენებიც იყოფიან შავ ბატკნიანებად, თეთრ ბატკნიანებად, ისტორიულად ეს ბატკნიანობა, რა თქმა უნდა, პირობითი დაყოფაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ევროპიდან, ამერიკიდან, ცივილიზებული სამყაროდან პირდაპირ შავ ბატკნიანებში შეგვტენა ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული რეალობა. მესამე არგუმენტი, რის გამოც ასე შეწუხდა ოლიგარქის მთავრობა თეირანში გლოვითა და მოთქმით გახლავთ კორუფციული კავშირები თეირანის რეჟიმთან. თქვენ ვერ წარმოვიდგენთ, რამდენი საქმე გასკდება, როგორც კი ეს რეჟიმი დაამთავრებს თავის არსებობას. მილიარდობით სანქცირებული თანხები ირანისა თეთრდება საქართველოში, ირეცხება და მილიარდებიდან მილიარდები რჩება ივანიშვილის და მის ბანდას. მთელი ეს კონტრაბანდა, მათ შორის ნარკოტიკები, რომელიც შემოდის ავღანეთიდან ირანის გავლით და მერე შემოდის საქართველოში და აქედან ვრცელდება მთელს ევროპასა და ატლანტიკურ სივრცეში. ეს ყველაფერი არის ივანიშვილის და ტრანსნაციონალური დანაშაულის ივანიშვილის და ირანელი აიათოლების ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ერთობლივი რუდუნების საგანი. აქ ემატება კიდევ ახალი ფაქტორი, რომლის თანახმადაც იარაღის მიწოდება რუსეთში, უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ახლა ნუ დავმალავთ ამას. ერთი პატარა ჩემოდანი უნდა რამდენიმე 1000 ჩიპს რო გადაიტანონ ჩვენი საზღვრის ან საჰაერო ან სახმელეთო ან საზღვაო გზით და როგორც კი ხელისუფლებიდან ამის თანხმობა მიუვა საზღვარზე მყოფ უშიშრობის მუშაკებს, ისინი უპრობლემოდ გაატარებენ. მე ეს ჩიპი ჩაიდგმევა იმ რაკეტაში, რომელიც მიდის ხარკოვში და სუმში უკრაინელების დასამბომად. აი ეს კავშირები არის ძალიან ღრმა. აი როგორ არის მაფიას ხო აქვს ფიცი, რაღაც საერთო საკრალური ღირებულება, შეიძლება ერთმანეთს ჭამდნენ, ერთმანეთში რაღაც უთანხმოება კონდეთ, მაგრამ იმ საკრალურ ღირებულებას არ ღალატობენ. აი ივანიშვილისა და ირანელი აიათოლებისათვის ეს საკრალური ღირებულება არის რა? ტოტალიტარიზმი, აურჩევლობა, დემოკრატიის არარსებობა, ადამიანის უფლებების ფეხყოფა და ხელყოფა და ადამიანების ჩამოხრჩობა, ეს რა ქვია, მიტინგის და აქციის გამო, ტროტუარზე დგომის გამო, ახალგაზრდების დაჭერა, თავპირის მტრევა. ეს არის აბსოლუტურად მონათესავე სულები, მონათესავე სამყარო, ერთიანი კრიმინალური ინტერესი, რომელიც მათ რამდენად შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს ეს მსჯელობისაგანია, თუმცა დღეს მახსენდებოდა მაგალითად, რომ ქართული ოსნების არც ერთი წარმომადგენელი, მაგალითად უკრაინაში, როდესაც იღუპებიან ჩვენი მოქალაქეები, არ თუ დაკრძალვაზე სამძიმარზეც კი არ მიდიან, ეს დღეს ვიცით რომ ჩამოასვენებენ სამ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შეეწირნენ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას, ვიცით რომ მათთან საერთოდ არ მიდიან, რაღაცნაირად ერთი სიტყვის სათქმელად სანუგეშოთ იმის სათქმელად, რომ აი ჩვენი მთავრობა თქვენს გვერდით არის და ასე შემდეგ და ვხედავთ უკვე მათი ლიდერები სად არიან. თუმცა აქვე მინდა ჩაგეკითხოთ, თქვენ ახსენეთ რამდენიმე არგუმენტი,
არგუმენტი, რატომ შეიძლება ყაველაშვილი იქ გაეგზავნა, თუმცა ქართული ოცნება ამას ხსნის იმით, რომ აი ჩვენ თქვათ გვაქვს მულტივექტორული დიპლომატია და ეს ახსენა სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა რამდენიმე დღის წინ მაკა ბოჭორიშვილმა, როდესაც იყო ხორვატიაში. რას გულისხმობს ეს მულტივექტორული დიპლომატია? მულტივექტორული პირველ რიგში რას თქვენ ბრძანეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი ბიჭების პანაშვიდს არ მიკარებიან ახლოს საერთოდ ეს ცნობილი ფაქტია და ნუ გაგიკვირდებათ რადგან ისინი ამ ბიჭებს უყურებენ იმავე პრიზმით რა პრიზმითაც კრემლი უყურებს უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლებს ქართველებს და ყველა ეროვნების ბიჭებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ეს არის პუტინის სტრუქტურული ქვედანაყოფი საქართველოში ეს არის ეძინაია რუსიას ფილიალი ამიერკავკასიაში. ამიტომ ის ბიჭები ასევე აღქმულია მათვარში მტრებად, როგორც მოსკოვისათვის. დიახ. რაც შეეხება მულტივექტორულ დიპლომატიას. რაც შეეხება მულტივექტორულ დიპლომატიას, მათ გაუგიათ ეს მრავალპოლუსიანი მსოფლიო, ეს გეოპოლიტიკური, თქვათ, პროცესების გადაწყობა, ის ლიდერების წარმოშობა, ძველი ლიდერების ისტორიული ასპარეზიდან წასვლა, ეს შორიდან ყურმოყრით გაუგიათ, მაგრამ აზრი არ არიან, რა არის მულტივექტორული დიპლომატია. მულტივექტორული დიპლომატია პირველ რიგში არის ის, რომ შენი სახელმწიფო ინტერესები დაიცვა უმაღლეს დონეზე და არ დაკარგო ერთგული მოკავშირეები. თანაც ეს მოკავშირეები თუ დედამიწის ბედს წყვეტენ და არიან ყველაზე ძლიერი პოლუსები პლანეტა დედამიწაზე. და ეს დამტკიცდა იგივე ირანის მაგალითზე. 24 საათში ირანის ცას არავინ აღარ იცავდა და ირანის ცაში თავისუფლად დაფრინავდნენ ამერიკის და ისრაელის ავიაგამანადგურებლები და საერთოდ რამდენიმე საათში ირანის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცოცხალი აღარ იყო. აი ხო წარმოგიდგენია თქვენ აი ამ უმაღლესი ტექნოლოგიური განვითარების დემოკრატიული სამყაროდან რომლის ნაწილადაც ჩვენ აღვიქვავს ჯერ კიდევ დასავლეთი პირდაპირ შეგვტენა შუა საუკუნეების ირანში და შუა აზიაში ამის გარდა ეხლა მე რა თქმა უნდა რაიმე ისტორიული შულს არ ვაღვივე მაგრამ ისტორია ჩვენი გენეტიკაშია გადასული ჩვენ საშიც თქვათ ინგლისელის ფრანგის გენეტიკაშია გადასული წარმატებები და ჩვენს გამონაკლისი არა ვართ საქართველოს ისტორია 1000 წლეულები ეს იყო ირანთან ბრძოლის და დაპირისპირების ისტორია გარდა უზარმაზარი კულტურული ურთიერთგაცვლისა როგორც არის 16 მარცვლიანი ტაეპი რუსთაველის ვეფხისტყაოსანში ირანული პოეზიის კანონებით არის აწყობილი გარდა ამის გარდა ომარ ხაიამისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის ჰაფეზის და ასადის ეს გენიალური პოეტების საფლავზე ნამყოფიერ მე და თავი მომიხდე იმათ საფლავზე თავი უნდა მოიხარო მაგრამ არა აი რასაც დღეს აკეთებს მოღალატე რეჟიმი რომლის თავის მოხრა იმ მიცვალებულთან ჩვენ დაგვიჯდება ძალიან დიდი ისტორიული პრობლემა და ძალიან სერიოზული ენერგიის გაშოვა დაგჭირდება რომ გამოასწოროთ ეს ყველაფერი ამიტომ ეს ჩვენი ისტორია არის ეხლა აი დღეს რას ფიქრობენ მე მაინტერესებს დედოფალი ქეთევანი რომელსაც მკერდი მოაგლიჯეს ისპაჰანში იმის გამო რომ არ შეცვალა რწმენა და არ გადავიდა სხვა რელიგიაზე და რომლის დასჯამაც და რომლის დაფლეთვანაც მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო ფეხზე დააყენა და ამასინათ იქ ნახე TikTok-ზე ჩანაწერი პორტუგალიაში სპეციალური ეკლესია ააშენეს მაშინვე ბერებმა ვინც ესწრებოდა ამ საშინელ წამებას და სპეციალურ ეკლესიაში მთელი კედელია დათმობილი ქეთევან დედოფლის წამებაზე რა პასუხს სცემენ პატას მოჭრილ თავს რომელიც აგერ განიცვენებს ნოსტეში ეხლაც ტაძარში რომელსაც თავი მოჰკვეთა იმ არსახსენებელმა შახაბასმა რა შეუბნებიან იმ 200,000 ამბობენ მაგრამ 400,000 იყო ჩემი მონაცემებით კახეთიდან საქართველოსდან ირანში ძალით გადასახლებულ ჩვენს წინაპრებს რომლებიც დაიხოცნენ საქართველოს ნატრვით და საქართველოზე სრემლების ღრაში აღმოხდა სული ხო? რა შეუბნებიან მაგათ? არა შეუბნებიან 300 არაგველს, რომლებიც ასევე შეეწირენ იმ ავამტყობ იმას რა ქვია, კასტრირებულ აღამახმად ხანთან ბრძოლას. რა შეუბნებიან აი ამათ ყველას?
როდესაც არაფერია შეცვლილა იმ ქვეყნის ბუნებაში, ხალხო. ეხლა უბრალოდ არ აქვს ირანს საშუალება პირდაპირ თქვათ, რომ იგივე ექსპანსია განახორციელოს, თორე ერთი წამი არ დაფიქრდებოდა. მე ნამყოფია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში 93 წელს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, სადაც გამოკრულია ირანის ისტორიული ირანის რუკა და იქ აღმოსავლეთ საქართველოს შეყვანილია როგორც ირანის ვილაიეთი. ხოლო ის ჩვენი მეფეები, ჩვენ რომ მეფეები გგონია, იყვნენ სწორედ ვალები ირანის შახის მიერ დამტკიცებული გუბერნატორებად აღმოსავლეთ საქართველოს. და სწორედ ირანის გამო მოხვდით ჩვენ რუსეთის მფლობელობაში და დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა. და სწორედ ირანის ფაქტორის გამო ერეკლე მეორე იძულებული გახდა ხელი მოეწერა გეორგავსკის ტრაქტატისათვის. ჩვენ ხო ისტორიიდან მოვდივართ. ჩვენ ხო ისტორია უნდა შევქმნათ მომავლისათვის. საკუთარ ისტორიას ვღალატავთ. დავანებოთ თავი დღევანდელობას და ხვალინდელობას, ჯერ რატომ დავანებოთ თავი? მაგრამ პირდაპირ ჩვენს დაღუპულ, შეწირულ აი ამ სამყაროსთან წინაპრებს ვაყენებთ შეურაცხყოფას და ისტორიის წიგნს ვწავთ კოცონზე. ჩვენ არ ვწავთ ეს რეჟიმი და ეს რეჟიმი დაიწובה თვითონ ქართველი ხალხის რიცხვის კოცონზე პოლიტიკურად. როდესაც ლაპარაკობს ქართული ოსნება პრაგმატიზმზე, რომ თვითონ ის თითქოს ისინი არიან რაღაცნაირად ისეთი ძალა, რომლებიც რაღაცნაირად ინარჩუნებენ საქართველოში მშვიდობას და ასე შემდეგ. ეს პროპაგანდა რამდენად მუშაობს თქვენი აზრით, მაინც ამომრჩეველზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მაგალითად ხედავთ ანექსიის პროცესს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და იქ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა დუმილი არის ქართული ოსნების მხრიდან და ჩვენ ვნახეთ ბოდიში, მათ შორის გორიდან ივანიშვილის ამ ფონზე. ახლა ისევ ისტორიას რომ მოვუტრიალდეთ, მაშინ დამნაშავედ უნდა გამოაცხადოთ ჩვენ გიორგი სააკაძე, რომელიც დაესხა თავს მარტყოფში სპარსთა ლაშქარს და ამოჟლიდა, იმიტომ რომ კახეთის გადაშენებას აპირებდნენ და თურქმენული ტომების ჩამოსახლებას ეს რო არ ეკნა გიორგი სააკაძეს. ხოლო დიდი დავით აღმაშენებელი რო არ დახვედროდა თურქებს დიდგორში, საქართველოს არ იქნებოდა და გარდა ამისა ბიზანტია 200 წლით ადრე დაეცემოდა. ჩაუთვალოთ დანაშაულად აღმაშენებელსაც დიდგორი, სააკაძესაც ჩაუთვალოთ დანაშაულად მარტყოფი, თამარსაც ბასიანი და ნუ მოკლედ ვიქნებით ყველაფრის გამცემი სრულიად ჰუმანური მშვიდობიანი სახელმწიფოს არსებობა მოიცავს თავდაცვას და ზოგჯერ ომებს. მაგრამ როდესაც ნებაყოფილობით ერთი პროტესტის გარეშე გასროლაზე არ ვსაუბრობ. გაეროში ერთი განცხადების გარეშე, გაეროს უშიშროების საბჭოს რიგარეშე სხდომის მოწვევის გარეშე, დრონებით მუქარა ვნახეთ ჩვენ გაეროს სასამართლოს გარეშე, საქართველოს აბარებ ოკუპანტს საბოლოოდ აბარებდა ცხინვალის შეერთება ეხლა უკვე რეალურად დგას სტარტზე, უნდათ რომ გაერთიანონ ჯერ ალანიასთან, ჩრდილოეთ ოსეთთან და მე ერთიანად რუსეთის ფედერაციაში შეიყვანონ. ამისათვის ყველა დოკუმენტი მომზადებული გახლავთ და პატარა კრონკის დაჭერაა საჭირო და ეხლა ელოდებენ უკრაინაში თუ კიდე უფრო ცუდად წაუვათ საქმეები, მოსალოდნელი ბუნტის თავიდან ასაცილებლად შეერთონ შიდა ქართლი, გული საქართველოსი, სადაც წარმოიშვა ქართული სალიტერატურო ენა, სადაც დაირწა აკვანი ქართული სახელმწიფოებრიობისა, სადაც აღმაშენებელს ნადარბაზარში ჰქონდა სამხედრო ბაზა, იქიდან აიღო თბილისიც და იქიდან გაემარჯვა დიდგორშიც, სადაც დაიბადა იაკობ გოგებაშვილი. აი ეს მიწა მიაქვს რუსებს და ერთი პროტესტი, ერთი ამოკნავლება, ერთი საჭივარი, ერთი განცხადება, ერთი ჩასვლა ოზიში მე წავყვები თუ ასაშინიათ. ერთი ჩასვლა ოზიში, ყობახიძე მთქო რომ იმყოფებოდა იქ თუმცა კამერების გარეშე. როგორ? ყობახიძე მთქო რომ იქ იმყოფებოდა უბრალოდ კამერების გარეშე. ყობახიძე საჩრდილის ეშინია, რა თქმა უნდა, იქ ყობახიძე არ ჩასულა, ვერ ჩავიდოდა, რადგან თავიანთ ბრძანებელს ამ შემთხვევაში პუტინს ვერ გაუბედავენ ამგვარ დემარშებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა ის ისევე იყო ყობახიძე დაპირისპირების ზოლზე ჩასული, როგორც მე ჩამოვედი წუხელ მარსიდან. რა თქმა უნდა, ეს არავინ არ დაიჯერა. ამიტომ მრავალპოლარული დიპლომატია პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ შენი სახელმწიფო გააძლიერო. რომ არ დაკარგო აბრეშუმის გზა, რომელიც დაგვაკარგიეს და გადაიტანეს აგერ ზანგეზურზე, იმედი არ გადავა, მაგრამ ამის საფრთხე უკვე მოიხაზა ხან დასავლეთმა ნახა, რომ აქ პატარა პუტინია, იგივე. თქვენს რომ ეს საშიში სივრცეა და ამიტომ ალტერნატიულ გზას გავჭრი და გაჭრიან უკვე ზანგეზურზე, ხო? ამას არ ქვია მრავალპოლუსიანი, მრავალვექტორული დიპლომატია, ამას ღალატი ქვია სამშობლოს. როდესაც ხალხს გააძევებ ქვეყნიდან და არაბებს ჩამოასახლებ და ახლა იწყება კიდე ჩვენს მიერ გაჩერებული არაბული დასახლებების პროცესი და ხვალ აქცია გვაქვს და ყურადღებით იყავით.
პირდაპირ ჩართვა იქნება, როდესაც სიკვდილიანობა უკვე მრავალი წელია აჭარბებს შობადობას. როდესაც ყალბ სტატისტიკას აკეთებდა თურმე ლამის მიგვიღწევია თამარ მეფის დროინდელი საქართველოს რაოდენობისთვის საიდან მოიტანეს, საიდან ეთყო მთელი აზია აფრიკა ჩაწერეს, ვინც აქ შემოუშვეს და გზა გაუხსნეს და სავიზო რეჟიმი გაუმარტივეს. აი ამას უკვე ქვია ღალატი, როდესაც შენს მოკავშირეებს ვინც გაეროში ხმას გაძლევს, რომ დევნილები დაბრუნდნენ აფხაზეთში, დაბრუნდნენ ცხინვალში რეზოლუციაზე ყოველ წელს და ისინი ვინც ამის წინააღმდეგი გამოდიან ირანი, რუსეთი, ჩინეთი და შუა აზიის ქვეყნები იმათთან ხარ, იმათთან ხალხს იშველებენ ამ არგუმენტს, რომ ისრაელმაც არ დაუჭირა მხარი. ისრაელს სხვა პრობლემა აქვს. ისრაელი სხვა რამებში გვიჭერს მხარს. ისრაელს აქვს პრობლემა იქ პალესტინელი დევნილების და იქ რაღაცა PR ასე თქვა პრობლემებს ერიდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ებრაელი ხალხი და ისრაელის ხელისუფლება მხარს გვიჭერს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რაღაცა გარკვეული გაურკვევლობები არ უნდა უჭერდეს ირანის ელიტა, მაბადეთ, ისრაელის ელიტა, ებრაელი ოლიგარქები, მათ შორის ქართული წარმოშობის თუ რუსული მნიშვნელობა არ აქვს. არ უნდა უჭერდეს მხარს ივანიშვილის იმ რეჟიმს, რომელიც ისრაელის მტრების სამგლოვერო ცერემონიალებსა და ცხედრებთან დგას და ცხარეცრემლებს ზღურის. ეს გაუგებარია, ეს გაურკვეველია. ეს არა მარტო საქართველოს წინამდე გადადგმული ნაბიჯია, არამედ პირველ რიგში ისრაელის წინამდე მიმართული აქტია. და ეხლა ვიგებ რამდენიმე დღის უკან, ვიგებთ ჯერ ის ტრამპ ტაუერის პროცესი გააჩალიჩეს, უხეშად რო ვთქვათ, ტრამპის ოჯახზე გავიდნენ და მოიდომეს ამის საშუალებით ივანიშვილისგან, ასე ვთქვათ, სასანქციო პრობლემის ნიველირება და ტრამპ ტაუერის აშენება იპოდრომზე თურმე გადაარჩენდა ქართულ დემოკრატიას. ამის გამო შევყარეთ ჩვენ მთელი კონგრესი და სენატი და ეს პროცესი გაჩერდა და ნუ მოკლედ აი ამაზე მინდა კითხოთ რა ხდება მიადეგით ამ თემას. ვიტყვი რომ ეს არ არის სწორი რაც ტრამპის ოჯახმა მისმა შვილებმა გააკეთეს კრიმინალებთან, ამერიკის მიერ დასანქცირებულ ოლიგარქთან, ამერიკის მიერ მიუღებლად გამოცხადებული პერსონის მიწაზე, იპოდრომზე, რომელიც მიწაც მან მიიტაცა ქართველი ხალხისგან, სხვათა შორის, იქ აშენდეს ტრამპ ტაუერი და რაღაცა ბიზნეს ინტერესები წავიდეს. ეს ის შემთხვევა, როდესაც უღირსი შვილები არ ცხვენენ დიდ მამას. და დიდ წინაპარს. ხო, ეს პროცესი ჩავაგდეთ. ეხლა მეორე ვარიანტი გააკვარახჭინა, უცბად მოაკვარახჭინა, რომ ქართველი ჯარისკაცები გაუშვეს ღაზას სექტორში, მშვიდობის ყოფილებად, სადაც ტერორიზმის ცეცხლია დანთებული და 26 საუკუნეა ებრძვიან ერთმანეთს ჰელიოსტების ტომი, ეგრე ვთქვათ ადრე პალესტინელებს და ებრაელები. და 26 საუკუნეა კიდე გაგრძელდება სამწუხაროდ ეს დაპირისპირება და იქ თურმე მშვიდობის ყოფილებად უნდა გაუშვეს ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები და ამ დროს ცხინვალ უნდა ჩააბაროს რუსებს ამასობაში. იქიდან გამოიყვანა 12 წლის უკან ჯარი, სპეცრაზმი შემოაღობინა, გაუხსნა გზა რუსებს, შემოაღობინა ყველაფერი და ეხლა იქ აგზავნის თავისი ჭკუით და ამასაც ჩაუშლით. დიახ. მშვიდობის ყოფილება და რატო? რომ ებრაული ლობის მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, აიღოს გარანტია ებრაული ლობისგან, რომ სანქციებისგან გადაარჩენენ ამერიკაში და ევროპაში. მე მინდა აქ მივმართო რა, ჩვენს მოძმე ებრაელ ხალხს, რომელთანაც 26 საუკუნოვანი ძმობა, მეგობრობა გვაკავშირებს და ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან ამის იმ დონეზე ახლოს ვართ. მეგობრებო, თქვენ თვითონ მიიღეთ ზომები, რომ აი ესეთი ნაზირლები არ იყენებდნენ ძლიერი ებრაული პოლიტიკური და ფინანსური გავლენების პროცესებს მსოფლიოში. ებრაელი და ქართველი ხალხის მტრები. მე ამაზე წერილის გავაგზავნე უკვე იცხაკ ჰერცოგთან, ეს ისრაელის პრეზიდენტი გახლავთ, რომელიც ადრე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო აოდას და ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და ურთიერთობა ქონია. ნეთანიაჰუს გავაგზავნე წერილი, კნესეთის ყველა წელს მივმართე და ასევე ებრაელთა კონგრესის ფილიალებს ევროპაში, ამერიკაში და სხვათა შორის რუსეთშიც. სირცხვილია, რასაც აბრამოვიჩი, ხადარკოვსკი და დერიპასკა აკეთებენ ქართულ ებრაული ძმობის წინააღმდეგ ივანიშვილის მხარდაჭერით. სირცხვილია, რასაც აკეთებს ებრაელი ჰაიდამაკი, ებრაელი როჩილდები
საფრანგეთში მთავარი ლობისტები როჩილდებია და სამაგრო დაფინანსებს ეს როჩილდები ჩვენი ბიუჯეტიდან 10 მილიონი გადადის და საიდუმლო გრიპი დაუდია რომ ვერ გავიგოთ რატომ ისე ხთამი გასაგებია რა თქმა უნდა მაგას საიდუმლო გრიპი შუამდგომლობა რომ გაუწიონ მაკრონთან რომ არ დაასანქციროს საფრანგეთმა და საპატიო ლეგიონერის წოდება მიანიჭონ და მიანიჭებინა კიდეც აი მესაც ვიყენებ ასევე ჯარედ კუშნერზე ვერ მოდის კარგი ხმები და არ შემიძლია მეც დავმალო პრეზიდენტ ტრამპის სიძეზე თვითონ ამ კუშნერების იმიჯი ვერ არის მაინც და მაინც მაღალი ებრაელი ბელორუსი ებრაელები არიან და ძალიან მძიმე საოჯახო ისტორია აქვთ მამამისმა თავის დას პორნო გადაღებების ის მოუწყო მთელი კასკადი რომ მე ქონება წაერთვა და ქონებრივი დავა და მთელი ამბები იყო ამიტომ ეხლა მე პირდაპირ გეტყვით რომ 2 წელია და შემუხრუჭდა ამერიკიდან ივანიშვილის დასანქცირების პროცესი რაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში და გასაგებია რომ ეხლა იქ ვიღაცა რაღაცა ოჯახია თუ გარემოცვა რაღაცებს ჩალიჩობენ იქ პუტინი იქ მოსკოვი იქ ყველაფერი მაგრამ პერსონალური პასუხისმგებლობა ბატონ ტრამპზია და მე სრულებით არ მინდა რომ დემოკრატებმა რომლებაც შეიძლება გაიმარჯვონ შემოდგომაზე კონგრესის არჩევნებში ჩვენი მეგობარი, დიდი მეგობარი ტრამპის წინააღმდეგ დაიწყონ იმპიჩმენტის პროცედურა, სადაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება გავლენების ბოროტად გამოყენება და საქართველოს პროპუტინისტური დიქტატურის გადარჩენაში წვლილი შეტანა. ეს მე ძალიან არ მინდა, არ გამიხარდება თქვენთან ერთად და იგივე ვთქვათ ამერიკის საელჩოში მიღება იყო აგერ ეს რა ქვია ამ დღეებში სადაც ეს სიტყვით გამოვიდა კობახიძე მას შორის რომელმაც თქვა რომ სათამაშო ივანიშვილის ახალი ფურცლიდან სუფთა ფურცლიდან ისინი მზადარიან ამ ურთიერთობების აღსავსად დაიწყოს ბინზურმა როგორ შეიძლება სუფთა ფურცლიდან რამე დაიწყოს რაზისულელია და მე დავტოვე დემონსტრაციულად როგორც კი ის აღემართა ტრიბუნაზე და წამოვედი ესეთ შეცდომებს არ უნდა უგშობდნენ ამერიკელი მეგობრები სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იყვნენ რომლებმაც დატოვეს თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ დისკუსია განახდა სოციალურ ქსელში ბინუსმენდა იქ კობახიძეს ვინ დარჩა იქ მოსასმენად. არ ვიცი, ახლა მე ამაზე ვერ გეტყვი, მე რო დავტოვე, მაშინვე პირდაპირ ეთერში წავედი იქიდან და ეს გამოაცხადე მთელი საქართველოს და სოფლოს გასაგონად, რომ შეუძლებელია უსმენდე იმ არსებას, რომელიც არის ჩვენი მტრის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრი ქვია, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ისტორია, მოწყვიტა ბუნებრივი განვითარების კალაპოტს, ამოაგდო გეოპოლიტიკური წონასწორობიდან, გაამრუდა ჩვენი შვილების მომავალი, გაამართლა და დაასაბუთა ყველა უკეთურობა, რაც მისმა დამნაშავე და უფროსმა ჩაიდინა. ეხლა რა თქმა უნდა, ასეთ დამნაშავის გამოსვლაზე მე პირადად არ ვიქნებოდი და ვერ ვიქნებოდი. დანარჩენებზე არ ვიცი, ვერაფერს მოგახსენებ. ამიტომ რატომ დავიწყე ეს თემა მინდოდა ყურადღება მიმექცია ჩვენი ამერიკელი მეგობრებისათვის რომ ეხლა როცა შედარებით პატარა ქვეყანა უშვებს შეცდომას პატარა მავნე შედეგები აქვს ამას როცა დიდი მსოფლიო სუპერ სახელმწიფო უშვებს შეცდომებს გეოპოლიტიკაში თავის მოკავშირეებთან მიმართებაში კონკრეტული რეჟიმის შეფასებებში მას მძიმე შედეგები მოძდევს